Დღევანდელი დილის ბიზნეს კონტაქტის ერთ-ერთი მთავარი ჩასაუბრო თემა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლში უკვე ხელმისაწვდომია. ახალი მომსახურების დანერგვის შესახებ მხარეებს შორის მემორანდუმს იუსტიციის სახლში ხელი უკვე მოეწერა. კონკრეტულად რა მომსახურების მიღება შეიძლება იუსტიციის სახლში მოქალაქეებს ამას უკვე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორისგან ბატონი გიორგი ტაბიძისგან შევიტყობთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ იგებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 400 სერვისია მთლიანობაში საუბარი, კონკრეტულად რა სერვისების შეთავაზება მოხდება მოქალაქეებისთვის კონცეფციურ დონეზე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. კონკრეტულად სერვისებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში, როგორც ახსენეთ, გაფორმდა მემორანდუმი იუსტიციის სახლსა და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს შორის, რის საფუძველზე ჩვენ უკვე დავიწყეთ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს გარკვეული სერვისების შეთავაზება ჩვენი მომხმარებლისთვის. ეს სერვისები გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი თუ უძრავი ქონების, აგრეთვე სასოფლო თუ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების აქციების აუქციონის წესით პრივატიზაციასთან შეძენასთან დაკავშირებულ განაცხადების მიღებას. ერთი სიტყვით, სახელმწიფოს და კერძო მესაკუთრეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების ქონების გადაცემას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე მარნეულის ფილიალში ჩვენ დავიწყეთ ამ სერვისით შეთავაზება მოსახლეობისთვის. ეს არის საპილოტო ფილიალი. 2 თვის განმავლობაში ჩვენ მოვახდენთ დაკვირვებას და შემდგომ უკვე ამ სერვისის შეთავაზებას დავიწყებთ იუსტიციის სახლის 13-ვე არსებულ ფილიალში. კი ბატონო გიორგი, სანამ იგივე კონცეფციურ დონეზე გადავალთ, მარნეული ახსენეთ, იგივე სატესტო რეჟიმი უკვე მიმდინარეობს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და დღესდღეობით უკვე გვაქვს თუ არა კონკრეტული შედეგები, თქვათ მომართვიანობასთან დაკავშირებით და ასევე მომსახურების ასპექტებთან დაკავშირებით. კონკრეტული შედეგები გვაქვს. მარნეულიც იყო არჩეული გამიზნულად, იქიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ განყოფილებაში ამ სახის სერვისზე და შესაბამისად გაშვების დღიდანვე უკვე სადღაც 15-20 ადამიანი მოგვართავს ჩვენ ამ სერვისის მიღებაზე. შესაბამისად ჩვენს მაქსიმალურად კვალიფიცირებულ მომსახურებას უწევთ ისეთ როგორც შესაბამისი იუსტიციის სახლის სტანდარტებს და ვცდილობთ ამ საპილოტო ფილიალის დონეზე ყველა თქვათ ხარვეზები რაც იქნება ყველა აღმოფხრათ და შესაბამისად უკვე ეს სრულად ინტეგრირებული სერვისი მაღალ დონეზე დავნერგოთ უკვე სხვა ფილიალებშიც. კი ბატონო, კონკრეტულად რამდენი ფილიალის გახსნა იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე ძირეულად თქვათ მარნეულის სატესტო ფილიალის რეჟიმში თქვათ რა სახის პრობლემებს წავაწყდით თუ არის უკვე პრობლემების სახეზე? ამ ეტაპზე არაფერი პრობლემები არ არის, იმიტომ რომ ამ სერვისის დანერგვას წინ უძღოდა საკმაოდ ინტენსიური მუშაობა, რაც თავის თავში გულისხმობდა როგორც კადრების მომზადებას და ტრეინინგებს, სპეციალურ ტრეინინგებს, ასევე ტექნიკურად საკმაოდ დიდ სამუშაოებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე არავითარ წინააღმდეგობას არ ვაწყდებით და ვგეგმოთ უკვე 2 თვის თავზე ამ სერვისის გადანაწილება სხვა ფილიალებზე. კონკრეტულად რაც შეეხება იუსტიციის სახლის ფილიალებს, ეს 13-ვე ფილიალში უკვე შეძლეთ ამ სერვისის შეთავაზებას. პლუს იმ ახალ ფილიალებში, რომლებიც 2015 წლის განმავლობაში არის დაგეგმილი მათი გახსნა და მათ გახსნაზე მუშაობის დაწყება. რაც შეეხება ამ მიზანშეწონილობას ამ სერვისის იუსტიციის სახლში დანერგვის, ეს პირველ რიგში იქიდან გამომდინარეობდა, რომ ამ სერვისების განაცხადების მიღებისას იმ დოკუმენტაციის უმეტესობა, რომელიც მოქალაქემ უნდა ჩააბაროს, ამ დოკუმენტების გაცემა ხდებოდა იუსტიციის სახლში. შესაბამისად, სიმარტივიდან გამომდინარე, რათა შეგვექნა მაქსიმალური კომფორტი მოსახლეობისთვის, ჩვენ გადავწყვეტეთ ამ სერვისის ინტეგრაცია და შესაბამისად იუსტიციის სახლშივე მოქალაქე შეძლებს იმ პირველადი დოკუმენტაციის მოპოვებას და შემდგომ უკვე ამ განაცხადის ჩაბარებას ქონების პრივატიზაციას. კი ბატონო, ანუ პრივატიზება მართვის
თავისუფლების გადაცემა ეს ხადია ბიზნესისთვის და მე ზუსტად ბიზნესის მიმართულებით მინდა დავიყვანო ახლა ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებია და ზოგადად ანუ ასე ვთქვათ კონცეფცია ყველაფერი ერთ სივრცეში ვთქვათ რამდენად იქნება ადაპტირებული ბიზნესისთვის, უშუალოდ რა კომფორტულ ბენეფიტებს მიიღებს ამ შემთხვევაში ბიზნესი და ასევე მაინტერესებს ვთქვათ ცხელი ხაზის პრინციპი, რამდენად ვიცი ვთქვათ 2013 წლიდან იგეგმებოდა ვთქვათ ჩაშვება როგორც ვიცი ცხელი ხაზის ასე ვთქვათ და არის თუ არა კონცეფციურ დონეზე რომ ვთქვათ ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა პიროვნებამ ვთქვათ მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია სხვადასხვა გზით. კი ბატონო, მოგახსენებთ ცხელხაზს რაც შეეხება ცხელი ხაზის კუთხით ჩვენ უკვე ჩაშვებული გვაქვს საკმაოდ დიდი ხანია ეს სერვისი, შესაბამისად თავისუფლად კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას, რაც თავის თავში გულისხმობს იგივე ტიპის საკონსულტაციო მომსახურებას, რასაც ადამიანი მიიღებს ჩვენთან თვითონ იუსტიციის სახლში მოსვლისას. კონკრეტულად იგივე ტიპის კონსულტანტები, რაც განთავსებული არიან იუსტიციის სახლის სივრცეებში, იგივე სახის კონსულტაციას გაუწევენ call-center-ის საშუალებითაც. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გარკვეული სხვა არხების მოსახლეობასთან კომუნიკაციის, როგორც არის თქვათ ონლაინ მომსახურება, ონლაინ ჩეთის საშუალებით, Facebook-ის საშუალებით და მოსახლეობა შეუძლია ნებისმიერი მისთვის საინტერესო თუ საჭირო საკითხზე მოგმართოს და ჩვენ კვალიფიციურ პასუხს გავცემთ. ბიზნესის კუთხით რაც შეეხება, უკვე დიდი ხანია ჩვენ მოწინავე ადგილზე ვართ ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით. მსოფლიო ბანკის ბოლო რეიტინგით მეხუთე ადგილზე ვართ მსოფლიოში 199 ქვეყანაში ბიზნეს რეგისტრაციის კუთხით და ეს ამ კუთხითაც პროგრესი არის იმ თვალსაზრისით, რომ მერვე ადგილიდან გადავინაცვლეთ მეხუთეზე, უკვე წლებია ქონების რეგისტრაციის კუთხით პირველ ადგილზე ვართ და შესაბამისად ამის გათვალისწინებით იუსტიციის სახლი თავაზობს საკმაოდ მოქნილ, სწრაფ და ხელსაყრელ სერვისს ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც ბიზნესიდან ქონების რეგისტრაციის კუთხით ჭირდება ჩვენთან მომართვა. კი ბატონო გიორგი, დაველოდებით უკვე ახლო მომავალში კონცეფციურ დონეზე წინსვლებს, ყოველ შემთხვევაში მე ამას გისურვებთ გულწრფელად. მაყურებელს კი შევახსენებ, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გიორგი დაბიძე პასუხობდა ბიზნეს კონტაქტის კითხვებს, ისურვებთ წარმატებას, ჩვენი განვაგრძობთ გამოშვებას ეროვნულ